ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ რიგით მეექვსე რეგიონული ოფისი თელავში გახსნა. ოფიციალური ღონისძიება ბატონის ციხის ეზოში გაიმართა, სადაც პარტიის ლიდერებმა და წევრებმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს. მათ ორგანიზაციის სამმოლო გეგმებზე, პრიორიტეტებსა და ძირითად პოლიტიკურ ხედვებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონებში პარტიული სტრუქტურების გაძლიერებისა და მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც. ისტორიული და საკრალური მნიშვნელობის ადგილას განსაკუთრებით მძაფრდება პასუხისმგებლობის განცდა საკუთარი ქვეყნის მიმართ, იმ მეფის ნაკვალებზე, რომელიც მთელი მისი ცხოვრება იბრძოდა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს კვლავ არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, მისი მშვიდობა, დასაცავი და ამისათვის ჩვენ გვესახება ყველაზე ხელშესახებ ალტერნატივად, ყველაზე მეტ უფრო ხელშესახებ გარანტიად სწორედ ნეიტრალური სტატუსი ჩვენი ქვეყნისა. დღეს კახეთს აქვს უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი და სამწუხაროდ დღეს არ არის გამოყენებული სრულად ეს ეკონომიკური პოტენციალი და ამისათვის აუცილებელია რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გქონდეს, სწორი აგრარული პოლიტიკა გქონდეს, ქვეყანაში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა არ იმართებოდეს ევროდირექტივების მიხედვით, არამედ ის ეფუძნებოდეს სწორედ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ერთიანი ნეიტრალური საქართველო ვაგრძელებთ ჩვენი პარტიული სტრუქტურების შემძლობას, აქედან გამომდინარე უკვე რამოდენიმე რეგიონში გავხსენით ადგილობრივი წარმომადგენლობა, დღეს იხსნება კახეთის წარმომადგენლობა, კერძოდ ქალაქ თელავში, სადაც იქნება ჩვენი ოფისი, ჩვენ წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება რომ გქონდეთ მოსახლეობასთან მუდმივი შეხვედრები, სადაც იქნება უფრო მეტი პედალირება ნეიტრალური სტატუსის შესახებ, მეტი ინფორმირება ადამიანების და რაც ყველაზე მთავარია, ნელ-ნელა ვიწყებთ ყველა რეგიონში მზადებას იმისათვის, რომ 2028 წლის არჩევნებისათვის კარგ ფორმაში ვიყოთ, იმ ფორმაში და იმ შესაბამის კონდიციაში, რომ ღირსეული ადგილი დავიკავოთ უკვე ხელისუფლებაში, იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყანა გახდეს ნეიტრალური. აგრძელებს ნეიტრალური საქართველოს რეგიონებში ოფისების გახსნას და ეს მნიშვნელოვანია, რომ ხალხამდე მივიდეთ, თითოეული ადამიანის გასაჭირი გავაანალიზოთ და მივიტანოთ ჩვენი პარტიის კონცეფცია და აზრები და მოხდეს ერთად შეკრა ამ ყველაფერს, რომ მივიტანოთ ხალხამდე ჩვენი სურვილი და არსი რაც გვინდა, რომ ქვეყანა ბოლოს დადგეს იმ გზაზე, რასაც თქვენ ნეიტრალი